მისი უდიდებულესობა ქართველიერი ბრძენია და ყველა ერთადაც ცალ-ცალკე აკვირდება პოლიტიკურ დებატებს. და თუ ადრე დებატები იყო პოლიტიკა წინასაარჩევნო სანახაობა, დღეს დებატები ემსახურება ქვეყნის სწრაფი განვითარების გზების ძიებას და წერტილი. და იმისათვის, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარების ძიება ისევ წინასაარჩევნო სანახაობად არ გადაიქცეს, საჭიროა პოლიტიკოსებმა იაზროვნოს არა მოკლევადიანი 4 წლიანი პერიოდის და პერსპექტივის ფარგლებში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. და ტელევიზიებმა უნდა დასვას ისეთი შეკითხვები, რომელიც უპასუხებს ამ მიზნებს და წერტილს. მაგალითად, იმ მოცემულობაში, როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისში 2000-იან წლებში მემორანდუმის საფუძველზე შეთანხმდნენ, როგორი უნდა იყოს მსოფლიო, ანუ ბოლოს შედეგი, რისი მიღწევა უნდათ უკვე დეკლარირებულია. და ეს გამოიხატება თუნდაც როგორი უნდა გახდეს მსოფლიო 2030 წლისთვის. ამ კონსოლიდირებული ჯამური კრებსითი დოქტრინით, რომელზეც შეთანხმდა მსოფლიო თანამეგობრობა, ამის საფუძველზე მიდის ყველა ქვეყნების დაშანტაჟება და იზოლება სხვადასხვა რეკომენდაციებით. და წერტილი. და ისმის შეკითხვა, როგორი უნდათ რომ მიიღონ 2030 წელს მსოფლიო, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები და ექსპერტები უნდა შეიკრიბოს. ეს შეკითხვა უნდა დასვას ტელევიზიებმა, TV-იმედმა, რუსთავიორმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ეს მთავარი ფუნდამენტალური შეკითხვა უნდა დაისვას დებატების დროს. ამის ირგვლივ უნდა შეიკრიბოს ტელევიზიაში ექსპერტები და თუნდაც პოლიტიკური გაერთიანებები და პარტიები და ხელისუფლება. ეს არის ამოსავალი წერტილი, ეს არის დოქტრინალური აზროვნება ყველასთვის მსოფლიოში. მხოლოდ ჩვენ წინ არსებული, ჩვენ ცხვირ წინ არსებული საკითხის ირგვლივ საუბარი ხო პოპულიზმია. ეს ხო ნარატივია ახმებზე, ახმებით მანიპულირებაა, როდესაც შენ უკვე დეკლარირებული გაქვს მთელი მსოფლიო შეთანხმება არაერთი, ესე იგი მემორანდუმი, როგორის მსოფლიოს მიღება უნდათ, თუნდაც 2030 წლის. და შენ საუბრობ, აი აგერ რომ 2x2 4-ია თუ 2x2 3-ია თუ 2x2 7-ია. 2x2 4-ია იცის ქართველმა ხალხმა, კარგია რომ გვამარჯიშებთ გამრავლების ტაბულაში, მაგრამ თავარი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი რჩება ყურადღების მიღმა. და იქედან გამომდინარე, რომ ქართული ტელევიზიები იდევნება, მართალი დევნით შეიცნობა და წერტილი. აქედან გამომდინარე, იმედი ამტოვებს, რომ ამ საკითხებზე დაიწყება მსჯელობა. როგორი უნდა იყოს მსოფლიო თუნდაც 2030 წლისთვის. ჯერ ეს უნდა გავარკვიოთ, ეს მემორანდუმები უნდა განვიხილოთ, მერე დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა შეფასდეს და მერე უკვე ჩვენ რა გვინდა და რითი ვიზღვევთ თავს. და არა ეს გაუთავებელი 4 წლიანი მოკლევადიანი პერიოდები, რომელიც არაფრის მომცემი არა იმ რეალობაში, როდესაც უკვე მსოფლიო შეთანხმდა და იციან როგორი უნდა იყოს მსოფლიო და წერტილი. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელიც ჩემზე კარგად იცით. ამ პერსპექტივაზე მსოფლიო დოქტრინაზე სადაც დათქმა მოხდა. ერთ-ერთი საკითხი არის მნიშვნელოვანი და არსებითაც მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ტერმინი ადამიანის გაუქმება უნდათ. და ამ ტერმინის შეცვლა უნდათ ტერმინით ბიორობოტი. შესაბამისად, რა თქვა კათალიკოს პატრიარქმა, შევინარჩუნოთ ადამიანობა. როგორ შევინარჩუნოთ ადამიანობა, თუ ტერმინი ადამიანი უნდა მოიღონ, ესე იგი ეს სამართლებრივი, ეს იურიდიული საკითხი არის პირველ რიგში და მერეა სოციალურ-ეკონომიკური საკითხი, თუ სამართლებრივი ჩარჩო არ შეიჭედა იმისათვის, რომ ტერმინი ადამიანი ამოღებული იქნას, სხვანაირად სოციალურ-ეკონომიკური საკითხების რეალიზებაზე ვერ გადახვალ, ჯერ ეს საკანონმდებლო ბაზით უნდა გამაგდეს, რაც პირდაპირ პროპორციულია აპოკალიფსის 13 თავის, სადაც აიძულა მდიდარი თუ ღარიბი, ანუ ჯერ სამართლებრივად აიძულა მდიდარი თუ ღარიბი, დიდი თუ პატარა და ვინც არ დაემორჩილაო, ის ვერ შეძლებს ყიდვა გაყიდვასო და წერტილი. ანუ ყველაფერი უკვე ღია არის და ქართველმა ხალხმა უკვე ძალიან კარგად ისწავლა, ესე იგი სამხედრო დამნაშავე სააკაშვილის შემდეგ უკვე ისწავლა იმის გარჩევა, ხელისუფლება ადეკვატური და ლეგიტიმურია თუ უბრალოდ პროვოკატორი თხა არის. ანუ პროვოკატორ თხას რატო ყავს მისი ნდობით აღჭურვილი ცხვრები? იმიტომ რომ პროვოკატორი თხა, ესე იგი ჯერ რაშვება მიყავს ფარა საბალახოდ და კუჭზეა მიმაგრებული მათი აზროვნება და რადგან საბალახოდ მიყავს, ამით მოიპოვა პროვოკატორმა თხამ ცხვრების ნდობა და მერე წაიყვანა სასაკლაოს. ეს იყო სააკაშვილი პროვოკატორი თხა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება არის ადეკვატური და ლეგიტიმური, იმედი ამტოვებს, რომ დებატები განვითარდება, ანუ პირველი საფეხური დებატების მიღწეულია, რომ დებატები არა წინასაარჩევნო სანახაობა, არამედ ქვეყნის სწრაფი განვითარების ძიების საშუალებაა, მაგრამ თუ ეს ამის გადაანგარიშება არ მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში,
მაშინ ის შინაარსობრივად მაინც დაემსგავსება წინა საარჩევნო სანახაობას და წერტილი და ბოლოს იმედი ამტოვებს, რომ საქართველო გადალახავს ყველა ამ დახოლებებს და გაუძლებს თვით ანტიქრისტეს ზეწოლასაც კი. ეს უკვე ილია მეორის სიტყვებია და ამ სიტყვებით დაგემშვიდობებით მადლობა ყურადღებისათვის.